მუშაობას განაგრძობს Real TV-ს საინფორმაციო სამსახური. თქვენ უყურებთ დღის ამბებს 13 საათზე. ელიტა ბურჯის ტერიტორიაზე Global Contact Consulting-ის კუთვნილ ქონებას ყადაღაადევს. ქონების აღწერა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანია ელიტა ბურჯი ამ დროისათვის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. დაყადაღებული ანტენების ზუსტ რაოდენობას შესაბამისი სამსახური ითვლის. Global TV-ს ოფისების უმრავლესობა სამართალდამცველებმა უკვე დატოვეს. გასაჩივრებისათვის ადვოკატებს 48 საათი აქვთ. ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კომენტარები გაკეთდა. ამორჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაკეთდა. რამდენიმე წუთის წინ სპეციალური განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მეკატეინე სკულაძემ გააკეთა. როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებისთვის განმარტა ეკა სკულაძის თქმით, კომპანია Global Consulting-ის საქმიანობა საწარმოების დაყადაღება არანაირად არ უკავშირდება ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას. ეს არის ამორჩევლის მოსყიდვის პირდაპირი ფაქტი და რითაც დაირღვა საქართველოს კანონი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მეკატეინე სკულაძემ განმარტა, საქართველოს ხელისუფლება წინა საარჩევნოდ დააკვირდება ამორჩევლების მოსყიდვის ნებისმიერ ფაქტს და ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს. კონკრეტული გამოძიება ეხება Global Contact Consulting-ის სატელიტურ ანტენებს. გუშინ პოლიციამ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ამორჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების პროცესში დროებით დააყადაღა დასაწყობებული სატელიტური ანტენები. ამ საქმეს არაფერი არ აქვს საერთო მედიის ხელმისაწვდომობასთან ან რაღაცამ დაგვართემებთან. საქმე ეხება ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ამბიციების მქონე პირის მიერ კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში კონკრეტული ამორჩევლისთვის კონკრეტული მატერიალური ქონების უფასოდ გადაცემას. შესაბამისად ამორჩევლის შესაძლო მოსყიდვას, რაც არის დანაშაული. ეს ისჯება კანონით. ჩვენ გვაქვს და გავაგრძელებთ ძალიან მკაფიო და მკაცრ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ამ არჩევნების გაყალბების, ამორჩეველთა მოსყიდვის ნებისმიერ მცდელობას
დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი განსაკუთრებული ინტერესის საგანი არის ან გახდება. ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ კანონის აღსრულების დროს არ იქნება არავითარი კომპრომისები. ამორჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება 20 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონტროლის პალატის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომპანია ელიტა ბურჯი საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების მონტაჟს უსასყიდლოდ აწარმოებდა, როგორც საქართველოს პროკურატურაში განმარტეს, საქართველოს სასამართლოს პროკურატურის გადაწყვეტილებასთან ერთის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა ელიტა ბურჯის ქონების დაყადაღება. პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 2012 წლის 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით და ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაყადაღებული იქნა ელიტა ბურჯის, ციცინათელას და სხვადასხვა კომპანიების საწყობში განთავსებული დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღება. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ეს მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აწილებას, წინასაარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან. ელიტა ბურჯისა და ციცინათელას საწყობებში არსებული სატელიტური ანტენების დაყადაღების პროცესი დასრულებულია. დღეს დილიდან ელიტა ბურჯის თანამშრომლები შეუფერხებლად მუშაობენ. საქმე მე კიდევ ერთხელ მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ მოხდა ხელუხლებელი, ანუ ახალი სატელიტური ანტენების დაყადაღება, რომლის მონტაჟიც უნდა მოხდარიყო საქართველოს რეგიონებში, რითაც ხდებოდა საქართველოს მოსახლეობის მოსყიდვა. წინასაარჩევნო და კონტროლის პალატამ მიიჩნია, რომ ეს ფაქტი იყო წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა. პოლიცია გავიდა გასულია დაყადაღებას შეეხება დააყადაღეს დალუქეს ანუ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. აქ იყო საქონელი დასაწყობებული რაღაც პატარა ფარტი იყო ნაქირავები გლობალ ტელევიზიის. აი ეს ფარტი დააყადაღეს და ეს საქონელი დააყადაღეს რაც მადელეგა. ანუ ელიტა ბურჯს არაფერი შეხება ელიტა ბურჯთან არაფერი შეხება არ ქონია თქოს. გადანილია თუ არა ანტენა? არავითარი არაფერი არ არის გადანილი. ყველაფერი ადგილზე რაც იყო ისევ ადგილზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სულ დაყადაღებულია 300,000-ზე მეტი სატელიტური ანტენა. გვადლობთ მაკა. სატელიტური ანტენების დამონტაჟება საკუთარ თავზე მეცხრე არხის ხელმძღვანელები იღებენ. ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობამდე არ მივიდეს სიმართლე, რომელსაც მეცხრე არხი აშუქებს. თუმცა ეს არ მოხდება, რადგან დღეიდან ტელეკომპანია დაფარვის ქსელის გაფართოებაზე თვითონ იზრუნებს. ეს კომპანიის დირექტორმა კახა ბექაურმა მეცხრე არხის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, ანტენების დამონტაჟებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. მეცხრე არხი თავად დაიწყებს საკუთარი სატელიტური თებშების დამონტაჟება და ამით ის თავად განახორციელებს საკუთარი მაუწყებლობის დაფარვის ზონის გაფართოებას. ქართველთა მორიგი მასშტაბური დაკავება ესპანეთში. სპეცოპერაცია განთიათის ფარგლებში ესპანელმა სამართალდამცველებმა 54 ქართველი დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფი 14 ქალაქში მოქმედებდა და ბინებს ძარცვავდა. ესპანური მედიის ცნობით დაჯგუფება იერარქიულად იყო ჩამოყალიბებული. ნაწილი ობიექტების შერჩევაზე, ნაწილი ბინების ძარცვაზე, ზოგიც კი ნაძარცვის რეალიზაციაზე მუშაობდა. დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს სპეციალური ტექნიკით აღებდნენ. სპეცოპერაციის შედეგად პოლიციელებმა მათი ბინებიდან დიდი რაოდენობით ნაძარცვი, კარის გაღებისათვის საჭირო ტექნიკა და სანადირო თოფები ამოიღეს. მსხვილი დაჯგუფების წევრები, რომელთა დიდი ნაწილიც ქართველები არიან, რამდენიმე ეტაპად დააკავეს. ქართველები დააკავეს თურქეთშიც, არდანის რეგიონში პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებული 24 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფს 50 თვის განმავლობაში ეძებდა. საქმეში სულ 46 ეჭვმიტანილი ფიგურირებს. აქედან 29 უცხოეთის მოქალაქეა. მათ შორის არიან ქართველი ქალებიც. თურქიის სამართალდამცველები მათი ექსტრადიციის საკითხს სწავლობენ.
ამერიკაში მოკლული ბექა ზარდიაშვილის გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს. ახალგაზრდას რამდენიმე დღეში დაკრძალავენ. გადმოსვენებას პირადად პრემიერ-მინისტრი გააკონტროლებს. რაც შეეხება გამოძიებას, 23 წლის ქართველის მკვლელობის ფაქტზე მერილენდის შტატის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. ოფიციალური დეტალები ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ არ ვრცელდება, თუმცა რეალ ტივისათვის მოკლულის მეგობრისგან გუშინვე გახდა ცნობილი, რომ ბექა ზარდიაშვილი სავარაუდოდ მისმა თანამშრომელმა ზამან ლოუსონმა ბალტიმორში მოკლა. მან ზარდიაშვილს სასიკვდილო ჭრილობა კისრისა და მუცლის არეში მიაყენა. რიგში მინდა ვთქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია რომ საქმე გახსნილია, არ შეესაბამება სიმართლეს. ქალბატონი ნინო კალანდაძე დაგვირდა, რომ ყველაფერს დააჩქარებს იმ პროცედურებს, რაც გადმოსვენებასთან დაკავშირებით არის საჭირო. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ იკაკი გილაურს, დაგვირდა, რომ ეს ყველაფერს გააკეთებს და დროულად მოხდება გადმოსვენება და მთლიანად ორგანიზებას იღებს მთავრობა. ჯანდაცვის მინისტრი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ჯანდაცვის რეფორმის ბიზნესისათვის საინტერესო მიმართულებებზე ისაუბრა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა სექტორში განხორციელებული ინვესტიციების პრეზენტაციაც გამართა და მომავალი ინვესტორებისათვის პერსპექტიული სფეროები განიხილდა. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსა და ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. მოქალაქეების დასაქმება დიდწილად არის დამოკიდებული რამდენად კარგად ურთიერთქმედებს ერთმანეთთან კერძო სექტორი, ბიზნესი და სახელმწიფო. ამიტომ დღეს ქართველ ბიზნესმენებთან ჩვენი შეხვედრის მთავარი ამოცანა არის კარგად დაუხსნათ საქართველოს სამედიცინო სექტორში მიმდინარე რეფორმები, რა კეთდება ჯანდაცვის სფეროში. იმედი გვაქვს, რომ ბიზნესის და სახელმწიფოს თანამშრომლობა იქნება ძალიან წარმატებული და ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი ამ სფეროში იმისათვის, რომ ის პრობლემები, საკითხები, რაც არსებობს, დაალაგდეს, მოგვარდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნესისთვის იქნება რეალურად ძალიან მომგებიანი, რომ აქ ყველაფერი ისე გააკეთდეს, რომ საბოლოო ჯამში საზოგადოება, ის ადამიანები, რომლებიც იღებენ ამ სერვისს, მოგებულები დარჩენ. ნორვეგიელი ტერორისტის სასამართლო პროცესი დღეს დაცვის მხარის არგუმენტების მოსმენით დასრულდება. გადაწყვეტილებას კი სასამართლო მოგვიანებით გამოაცხადებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურორები ანდერს ბრეივიკის შეურაცხყოფა ცნობას და მის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებას ითხოვდნენ. თუმცა თავად ბრალდებული ამის წინააღმდეგია. დღეს პროცესის მონაწილეებს სავარაუდოდ ტერორისტიც მიმართავს. ვლადიმერ პუტინი რუსეთში უცხოელ ინვესტორთა მიზიდვას ლიბერალური რეფორმების საშუალებით გეგმავს. განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა პეტერბურგში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გააკეთა. მისი თქმით, მთავრობამ უკვე შეიმუშავა რეფორმების პაკეტი, რომელიც ქვეყანაში საზოგადოების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და რომელმაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში რუსეთი მსოფლიოს 20 ყველაზე წარმატებული ქვეყნის სიაში უნდა შეიყვანოს. რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, პუტინის თქმით, ამის უფლება ყველას აქვს, თუმცა საკუთარი პოზიცია ოპოზიციურმა ძალებმა კანონის ფარგლებში უნდა დააფიქსირონ. Государство будет. მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი რუსეთში ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას მიესალმება. ის დარწმუნებული არ არის, რომ ეს იმუშავებს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ კორუფციასთან და ჩინოვნიკებთან დაკავშირებული განუკითხაობა შეჩერდება. მეწარმეთა ფედერალური უფლება-დამცველის ინსტიტუტის დაარსების ინიციატივა ვლადიმერ პუტინმა გუშინ გააჟღერა. მისი განცხადებით, ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე ბორის ტიტოვი ინიშნება. მოვალეობის შესრულებას ის რამდენიმე კვირაში შეუდგება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ სამხედრო ხომალდ სირიაში რუსული შეიარაღება შეჰქონდა. რუსული გემი ბრიტანეთის სანაპიროებთან გააჩერეს. ოფიციალურმა ლონდონმა მოსკოვის სირიის იარაღით მომარაგებაში მაშინვე დაადანაშაულა, თუმცა რუსული მხარე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. ხომალდის ბორტზე არსებული შეიარაღების შესახებ ლავროვმა პირველად განაცხადა, თუმცა რუსეთის პირველმა დიპლომატმა ისიც დაასწინა, რომ ამოღებული ტექნიკის გამოყენება მხოლოდ თავდაცვისათვის არის შესაძლებელი და არა მშვიდობიანი დემონსტრანტების გასანადგურებლად. In action. ბრაზილიაში მიმდინარე მდგრადი განვითარების სამიტი ირანის პრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადებებისათვის გამოიყენა. მაჰმუდ აჰმედინეჯადმა დაგმო უცხო ქვეყნების მიერ სირიის შეიარაღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. გარდა ამისა, აჰმედინეჯადმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ ის პოლიტიკიდან წასვლას და სამეცნიერო სფეროში დაბრუნებას გეგმავს.
ავღანეთის სასტუმროში აყვანილი ტყვეები უკვე გათავისუფლებულები არიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თალიբთა დაჯგუფების წევრები ქაბულთან ახლოს მდებარე სასტუმროში ღამით შეიჭრნენ და ტყვეები აიყვანეს, რასაც სამართალდამცველებთან შეიარაღებული დაპირისპირება მოყვა. გავრცელებული ცნობით ოპერაციას დაცვის 3 წევრი და 2 პოლიციელი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ ტყვეებიდან 18 ადამიანის გათავისუფლება შეძლო. ავარია ჩელიაბინსკში სატვირთო ავტომანქანის გადაბრუნებამ 4 ავტომობილი მოიყოლა. შემთხვევა გზაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და 10 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით ავარიის მიზეზი სატვირთო მანქანის მუხრუჭების გაუმართავობა გახდა. მექსიკელმა სამართალდამცველებმა ყველაზე მსხვილი ადგილობრივი ნარკობარონის ვაჟი დააკავეს. ალფერდო გუზმანი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს და დიდი რაოდენობით ფული, იარაღი და ნარკოტიკები ჩამოართვეს. გავრცელებული ცნობით ნარკობარონის შვილი ქსელში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და მისი დაკავება ნარკოდილერთა ქსელისათვის დიდ დარტყმას წარმოადგენს. სულ ეს იყო ამ დროისთვის რეალ ტივის საინფორმაციო სამსახური. მოკლე მიმოხილვით 15 საათზე ბრუნდება.